იცით რა არის? ყველა ცდილობს ყველაფერზე ილაპარაკოს. არსებობს საქართველოს თავადაზნაურობა. საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლი გახდათ კოტე აფხაზი, რომელიც ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა, ჩამოყალიბდა საბჭოთა საქართველო და დახვრიტეს კოტე აფხაზი, მასთან ერთად კიდე 15 კაცი, ესენი ყველანი გმირები იყვნენ. როდესაც გამსახურდიას დროს საქართველოს დამოუკიდებლობა აღსდგა ასევე საქართველოს თავადაზნაურობა. ქალბატონი იამუხრანელი დღეს დედამარიამია, სწორედ ის იყო ინიციატორი, რომ აღდგენილიყო თავადაზნაურობა. დღეს მე გახლავართ თავადაზნაურობის წინამძღოლი. ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა, რამოდენიმე ასეულ ადამიანს მოიცავს. აქვს მუშაობა მიდის გენეტიკაზე, ისტორიულ გვარებზე, საერთოდ გვარებზე, ისტორიაზე, ჩვენ წერთ კლიპებს შესაბამის და ეხა იძულებული ვარ რა ვთქვა, რომ არსებობს გარდა ამისა, ჩვენ არა ვართ მონარქისტული პარტია, მაგრამ საქართველოში ორი პარტია არსებობს მონარქისტული, სამი თუ არა. მონარქია ეს იდეაც არის და იდეოლოგიაც არის. და საერთოდ ჩემი აზრით ამაზე უნდა საუბრობდნენ ის ადამიანები, ვინც ამაში ერკვევიან. უпростоრედ საუბარი და ლაპარაკი ყველას ყველაფერზე შეუძლია და აზრი ყველას შეიძლება რომ ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს. მაგრამ როდესაც საზოგადოებას სთავაზობ თქვათ მონარქიის აღდგენას, მეტნაკლებად სიღრმისეულად უნდა ერკვევოდე ამ საკითხში და უნდა გესმოდეს ვითარება. ეხა დღეს როდესაც კობახიძე აშენებს ფეოდალურ და მონათმფლობელურ სახელმწიფოს, უკვე ააშენა ესეთი სახელმწიფო და როცა ადამიანების 1%-ზე ნაკლებს ეკუთვნის მთელი ქვეყანა და დანარჩენი მოსახლეობა ესეთ უბედურ დღეშია, როგორ შეიძლება საერთოდ საუბარი ეხლა ამ იდეოლოგიაზე და კიდე გააჩნია ვინ საუბრობს. ჩემის აზრით ეხლა ბატონი ზურაბ მახარაძემ დაიწყო საუბარი ამაზე, კაი, ისაუბროს, მაგრამ მე ამბობს, რომ შეხვდა პატრიარქს, მიიღო კურთხევა, რომ ამაზე უნდა შეხვდეს მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებს და აი ესე ვთქვათ, ამ მოძრაობას უნდა სათავეში ჩაუდგეს. მე არ ვიცი მიიღო თუ არა მან კურთხევა პატრიარქისგან, მაგრამ ჩემის აზრით ეხლა არ შეიძლება, არ არის მიზანშეწონილი, უпростоრედ მე ეხლა ჩვენ მაზიარებელი მართლმადიდებლები ვართ, არასოდეს არ წავსულ ვარ და არ წავალთ არც პატრიარქის, არც ეკლესიის, არც ეპისკოპოსების წინააღმდეგ, პირიქით ყოველთვის ვიცავდით მათ. ამ შემთხვევაშიც ნებისმიერ კურთხევას დავემორჩილებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი აზრი გამოვთქვათ, ხო? ჩვენი აზრი ისაა, რომ არ არის მიზანშეწონილი, რომ მაგალითად აგრონომი იღებდეს კურთხევას სამედიცინო ან ქირურგიული ოპერაციების გასაკეთებლად. არ არის მიზანშეწონილი, რომ კურთხევას მონარქიაზე, ამ იდეაზე, ამ იდეოლოგიაზე რაღაცა მოძრაობის შესაქმნელად იღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ მოწყვეტილიანი არიან ამ თემას. არც თავადაზნაურობის წევრები არიან, საერთოდ სიღრმისეულად არ ესმით ეს საკითხები. აქ მილიარდი ნიუანსია, არ ფლობენ ამაზე ინფორმაციას, მაგრამ რაღაცის პროპაგანდისტები არიან და აქტიურად ხვდებიან მიტროპოლიტებს, იქ ეძებენ მხარდაჭერას. ადამიანები ეხა დემოკრატიისთვის იბრძვიან და აი ამ დროს, როცა 1%-ზე ნაკლებს ქვეყანა აქ ხელში ჩაგდებული, ამ დროს ეხა ლაპარაკი მონარქიაზე, იდეაზე, იდეოლოგიაზე, ჩემი აზრით არაპროდუქტიული, კი არა, კონტრპროდუქტიულია. ჩემის აზრით ამაზე საუბარი დღეს საერთოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ დისკრედიტაცია ხდება ამ იდეის პირდაპირი გაგებით. არ ვიცი ვინ და რატო აკეთებს და ვინ დგას ამის უკან. და თუ ვინმე საუბრობს, უნდა ის ხალხი საუბრობდეს, ვისაც სიღრმისეულად ესმის ეს თემა. აი ამის თქმა მინდოდა.